ბუნებრივი ვს ხელოვნური. ესე დავარქვი. ამ ბოლო დროს მომხვდა თვალში, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რაღაცნაირად ასე ვთქვათ, რაციონალიზაციას და რაციონალიზაცია რას ნიშნავს ახლავე ავხსნი. რაციონალიზაციისას იყენებს აი ამ ორ სიტყვას, ბუნებრივი და ხელოვნური. თითქოს მაგალითად რაღაც ისეთი ქცევა ან ქმედება ან სიტყვები და ასე შემდეგ, რაც თვითონვე ფიქრობს, რომ არ უნდა ეთქვა, არ უნდა გაეკეთებინა და ასე შემდეგ, საკუთარ ღირებულებასვე რაც უპირისპირდება. ხშირად მერე არის ხოლმე აი ესეთი გამართლება მოძებნილი, რომ ეს ბუნებრივია. ან მეორე ვარიანტია, რომ რაღაცა რასაც არ აკეთებს, ვერ აკეთებს, რთულია გაკეთება მისთვის, ან ერიდება რომ გააკეთოს და ასე შემდეგ, ეს კიდევ არის ხოლმე ესე შერაცხული, რომ ხელოვნურია. და რაღაცნაირად აი ამ სიტყვას რო იტყვის ადამიანი, რომ ეს ხელოვნურია, თითქოს საკმარისია, რომ კაი გამართლებაა და საკმარისია, რომ არ გააკეთოს. ხელოვნურია და ეხა ხო არ გავაკეთებ იმას, რაც ხელოვნურია. ან ბუნებრივია და რა ვქნა, ეხა მე რა რომ აშკარად აღვიქვავ, რომ არასწორია. ბუნებრივია. აი ეს ორი კარგი რაციონალიზაცია, ალბათ მივხვდით უკვე რა არის რაციონალიზაცია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რაციონალიზაცია არის ეს ლოგიკით რაღაც თავის მოტყუება ან თავის გამართლება ან ლოგიკით თავდაცვა იმისგან, რომ იმოქმედო, დაუპირისპირდე რაღაცას ან უპასუხო რაღაცას. ანუ პასუხისგებლობის აღება, რომ რაღაცა რაც გავაკეთე ცუდია პირობითა და ბოდიში, ან რაღაცა რომ არ ვაკეთებ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და საჭიროა იმიტომ და ამიტომ, აი ეს არის რაციონალიზაცია, როდესაც იმიტომ და ამიტომის მერე რაღაცეები იწყება. აი მაგალითად, არ ვიცი, ბოდიში მაქვს მოსახდელი რაღაცა ქცევის გამო, თუმცა ვფიქრობ, რომ ამას პასუხისგებლობის აღება ჭირდება, რა თქმა უნდა, და რისკია, ნახეთ. პასუხისგებლობის აღება საერთოდ არის კონტაქტი. კონტაქტი კიდევ რისკია. კონტაქტში ყოფნა არის რისკის შემცველი მდგომარეობა, იმიტომ რომ მაგალითად, აი წარმოიდგინეთ რა საშიშად გამოიყურება, რომ ადამიანს ბოდიში მოუხადო და იმან არ მიიღოს. შეიძლება არ მიიღოს. აი, როდესაც ოკეი არ ახარ ამასთან, შეიძლება შენი ბოდიში არ მიიღოს, ხო? და ეს ძალიან მტკივნეულად აღიქმება, რომ ვაიმე რა მეშველება თუ არ მიიღო ჩემი ბოდიში, ხო, არ მოიხდი ბოდიშს. და ამ შემთხვევაში პასუხისგებლობას არ აიღებ შენს თავზე, ბოდიშს არ იხდი, დაცული ხარ კი იმისგან, რომ უარი გითხრან ან არ მიიღონ შენი ბოდიში, მაგრამ მეორე სხვა პასუხისგებლობა რომ არ გაქვს აღებული, ეს მტკივნეული გამოცდილება, იმიტომ რომ სადღაც გულის გულში ადამიანმა იცის, რომ ბოდიში მოსახდელია. და ამიტომაც ადგება და დაიწყებს ახლა რაციონალურ აზროვნებას, რომ აი არ უნდა მომეხადა ბოდიში ამიტომ და იმიტომ რომ ეს ბუნებრივი არ არის, ან იმიტომ რომ ეს ხელოვნურია, ან იმიტომ რომ ბოლო ასეთი რა დავაშავე და ძალიან ბევრი არგუმენტს მონახავს. ახლა რაციონალიზაცია თუ დაიწყე, ჩვენ ხო ვიცით სოფისტების სკოლა, ხო? სოფისტები დაგიმტკიცებენ, რომ ერთი ქათამის მაგერად 10 დევს მაგიდაზე და მაგაზე ხუმრობაც არის, რომ მოდი ის 9 თქვენ შეჭამეთო და ეს ერთი ჩემი იყოსო, მე ადამიანი ამბობს, ხო? ანუ ლოგიკით და ესე ტვინის ჭყლეტით ძალიან ბევრი მტკიცება შეიძლება, ეხა ყოველთვის არის მოცემული ორივე, ნეგატივიც და პოზიტივიც, ხო, კონტაქტშიც, ქმედებაშიც და ასე შემდეგ. და ძალიან ხშირად ადამიანები მიმართავენ აი პასუხისგებლობის აღება, როცა არ სურთ და როცა არ სურთ რაღაც ესეთი რისკი გასწიონ კონტაქტში შესვლის, რაც გულისხმობს უარყოფას, ესე იგი ადამიანისთვის რაღაცა მტკივნეული პასუხის დაბრუნებას, კრიტიკას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის გამო მიმართავენ ხოლმე ამიტომ და იმიტომ ჯობია რომ არ გავაკეთო, რაც გასაკეთებელია. და რაც გასაკეთებელია, ეს გულის გულში ყველა მიცის, რა თქმა უნდა. თავის ძალიან გულის კუნჭულში ყველა გრძნობს, რა არის სათქმელი, რა არის გასაკეთებელი და ასე შემდეგ, ხო? ხო და ეხა მე რაც მინდოდა დღეს გამეზიარებინა არის, რომ ძალიან ხშირად ეხა კითხვას დაგისვათ რა. აი ბუნებრივი სიტყვა როგორ ჟღერს, ხო, რაღაცა მომხიბლავი სიტყვა არის, ბუნებრივი. აი ბუნებრივი რა, მომხიბლავია. ну რაღაც ბუნება ყველას გვიყვარს, თან რაღაც ბუნებრივი ისე ჟღერს როგორც ჯამრთელი, როგორც სასიამოვნო, სწორი, მართალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სიტყვა ბუნებრივს აქვს თავისი ხიბლი.
ну, რა თქმა უნდა, მეც ძალიან მომწონს ბუნებრივი რაც არის. ოღონდ ძალიან ხშირად ბუნებრივი როცა ითქმის, იგულისხმება ხოლმე ის, რაც ჩვეულია. აბა დააკვირდით, ხა თუ ადამიანი არის 20 წელი დეპრესიაში პირობითად, რა იქნება მისთვის ბუნებრივი? ანუ ბუნებრივი იქნება, რომ დეპრესიაშია, ხო, ერთი შეხედვით. და მეორე შეხედვით, რომ აი მართლა რომ დავაკვირდეთ მაგ სიტყვას, ბუნებრივია, რომ ადამიანი დეპრესიაში იყოს? ანუ მისთვის ბუნებისმიერია, წყაროსმიერია, ის ასეთია? ეს დეპრესია საზღვრავს მას. აი ხა კიდე რო გითხრათ რა, აი ხეს ცეცხლი უკიდია, ხო? ეს ხო გარკვეულწილად ბუნებრივი პროცესია. ხეს რო ცეცხლი წაეკიდება, ბუნებრივია, რა ვიცი. არის ხოლმე ხანძრები ტყეებში და უკიდია ცეცხლი და არაფერი აქ არაბუნებრივი თითქოს არ არის. და მეორე ხის ბუნებაა, რომ ცეცხლი ეკიდოს. აი ეს განსხვავება არის ზუსტად მაგ ბუნებრივსა და იმ ბუნებრივს შორის, რაც მე მინდა რომ ეხლა კარგად გამოვხატო რა არის. აი ასევე მაგალითად ხელოვნური რა შეიძლება რომ იყოს აქ. ეს ხელოვნურიც ისეთი სიტყვა, იდეაში ხელოვნური არაფერია. ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ხელოვნური რაღაც ისეთი სიტყვა არის, საკამათოა. ანუ ცეცხლს თუ წაუკიდებ ხეს, რა თქმა უნდა ჩავერიე და წაუკიდე, მაგრამ რამდენად ეხა ეს ხელოვნურია, რომ ხეს ცეცხლი უკიდია, არ ვიცი, მაინც ბუნების ნაწილია ის ფაქტი, რომ ხეს უკიდია ცეცხლი. ხო და ამიტომაც ეს დეპრესიაც და ნებისმიერი სხვა ფსიქიკური საკითხიც ძალიან გავს ამ ანალოგიას. ხის ბუნება არ არის, რომ მას ცეცხლი ეკიდოს, ანუ თუ ეხა დაგუგლავთ ხე რა არის, ამოვარდება ხო ენციკლოპედიაში ხის განსაზღვრება და იქ არ ეწერება, რომ ხეს ცეცხლი უკიდია. ну ხე ეს არის არსება, რომელსაც ცეცხლი უკიდია, ესე არ ეწერება, იქ ეწერება რაღაცა თვისებები, რაც მისია. და მეორე ხეს რო ცეცხლი უკიდია, ეგეც ბუნების ნაწილი არის, კი? ოღონდ ეს ხის ბუნება არ არის. ეს უბრალოდ ხდება. ასევე არის დეპრესია და ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რაც ადამიანს აქვს და ძალიან ხშირად, ну რაღაცა ასაკში, როცა უკვე გროვდება, ამდენი ნეგატიური გარემო, ამდენი სტრესი, რატოა რომ ადამიანს პასუხისგებლობის აღება უჭირს. იმიტომ რომ ზე პასუხისგებლობებს აკისრებენ ისეთ ასაკში, როცა ეს მისი ბუნებისმიერი არ არის აი იმ გაგებით, რომ ხეს ცეცხლი არ უკიდია. აი ესე წაუკიდებენ ხოლმე ცეცხლს, არ ვიცი, 8 წლის ბავშვი პირობითად უვლის ოჯახს. აი ესეთი, ან ფსიქოემოციურად არეგულირებს მშობლებს, ან არ ვიცი, თავი კონდოლიზა რაისი გონია, იმდენი დავალება აქვს მიცემული ცხოვრებაში და იმდენი სამეცადინო აქვს, ან თამაში აქვს აკრძალული პირობითად. არ შეიძლება რომ ითამაშოს და ასე შემდეგ. ანუ ბევრ გაუცნობიერებელ პათოლოგიურ რაღაცებს აღკიდებენ ხოლმე ბავშვებს და ნახეთ იმას აქში ბავშვი აიღებს ამ პასუხისგებლობებს, არ არის პრობლემა. იმიტომ რომ ბავშვი ძალიან მოქნილია და ის უპირობოდ არის მინდობილი მშობელს და ზე პასუხისგებლობებს შეიგრძნობს და აიღებს და გააკეთებს დაარეგულირებს ემოციურად, არ ვიცი, 6 კაციან ფსიქოემოციურად არასტაბილურ ხალხს და ასე შემდეგ. თუ მოინდომა რა, ამას გააკეთებს. ოღონდ, როდესაც ის უკვე გაიზრდება და გამოვა ბავშვობის ასაკიდან, ნახეთ, ბავშვი, რომელიც უპასუხისმგებლო უნდა ყოფილიყო, არის საშინლად ფრუსტრირებული. ანუ ის ბავშვური სილაღე რომ უნდა განეცადა რომ სულ ერთია, არ ვიცი, აქეთ წავა თუ იქით წამოვა, სულ ერთია რა მოხდება, მას როგორც გაუხარდება, ისე შეუძლია ირბინოს, ან არ ირბინოს, ან ტალახში გავიდეს, ან შემოვიდეს, დაისვაროს, გაიხადოს და როგორ გითხრა, რაღაცნაირად ის ოჯახური თბილი გარემო არის შემწყნარებელი მის მიმართ. ძალიან დიდ პასუხისგებლობას კი არ აკისრებენ პირიქით. არის მას აქვს სასიამოვნო პასუხისგებლობის განცდა, ხო? აი ეს რომ არ არის ბავშვობაში მოცემული და რომ დაფრუსტრირდება აქეთ, აი ამ ასაკში, როცა ეს უნდა ყოფილიყო აქ და ამჟამად, გაიზრდება და როდესაც სუვერენიტეტი მიენიჭება მეტნაკლებად, ანუ ბავშვი აღარ არის, ხო? შესაძლოა ამ ფრუსტრაციის გამო ის ეძებს აი ამ თავისუფლებას და უპასუხისგებლობას და ამ სილაღეს. ოღონდ, ძალიან წუხვარ, მაგრამ სადღაცა 20 წლის ასაკიდან ეგ სილაღე შესაძლოა რომ აიღო დღის რაღაცა ნაწილში და იყო ეგრე, როგორ არ შეიძლება. მაგრამ 24/7-ზე ეგრე ვეღარ იქნები. თუ ეგრე იქნები, ძალიან მძიმე გზა არის, ეგ პოლარობაა ერთ-ერთი. უპასუხისგებლობის პოლარობა და აი ყველა როგორ გითხრათ სიმპტომატიკა თუ რაც გნებავთ, მაქედან იშვება, წარმოიშვება და
ამიტომაც შესაძლოა რომ დასრულ ასაკში ამხელა ბავშვობის დროს განცდილი ზე პასუხისგებლობების ანომალიის გამო ადამიანი საერთოდ ვეღარ იღებს პასუხისგებლობას და ბოდიშის მოხდა მისთვის არის პირობითად რაღაცა კატასტროფად არის დანახული, იმიტომ რომ ბავშვობაში შესაძლოა 24 შვიდზე ბოდიშს ახდევინებდნენ იქ, სადაც არ იყო მოსახდელი. ან შესაძლოა პირიქით ვარიანტიც არსებობს, რომ მშობლები იყვნენ, ასე ვთქვათ, მაიგნორებლები. ეს ორივე ერთნაირია, ძალიან ზემკაცრი და მაკონტროლებელი და მაიგნორებელი მშობელი ერთნაირ შედეგს დებს ხოლმე. და ეს მაიგნორებელი მშობელი კიდე რა არის ახლა, რომ ავიდა ეს ბავშვი, ის ეძებს რაღაცა პასუხს, ნახე, ეძებს გარემოდან პასუხს, რომ აი რა ვქნა ახლა. აი ესე რო ვქნა, კარგია, თუ ცუდია, სწორია? ანუ აკვირდება მეცნიერულად, რომ რა მოსულა, რა არ მოსულა, რა არის ოკეი, რა არის მისაღები, რა არის საინტერესო და ასე შემდეგ. ან ბევრი კითხვა აქვს და სუცდებს ატარებს და ეხლა მაიგნორებელ მშობელთა შესაძლოა, რომ მაგალითად ავიდა მაგიდაზე, მოისაქმა და აკვირდება, რომ იქნებ აი ეხლა მაინც მითხრან, რომ რა არის, აი რა ხდება რა, იმიტომ გრძნობს ეხლა თვითონ შინაგანად, რომ თლათ ეხლა მაგიდაზე მოსაქმება ალბათ არ არის სწორი, ალბათ. მაგრამ თქვენ თუ გიფიქრიათ, რომ ბავშვმა ეგ არ იცის. ანუ იქ სიახლეა იმხელა, რომ ამ სიახლემ არ იცის ძველი რა არის, არაფერი ძველი არ იცის, მათ შორის არც ეგ ელემენტარული წესები და ეხლა მაიგნორებელი მშობელი შეიძლება როგორ არის იცი განწყობილი, რომ ნუ რა ვქნა ეხლა. მოისაქმა მაგიდაზე და მოისაქმა არაუშავს. ნახე, ესე აკეთებს. ხო და ეს თუ ასე არის და აქ არც შენიშვნა იქნა მიცემული, არც როგორ გითხრათ, ახსნა არ არის, არც სიმკაცრე არ ჩანს, რომ აქ უკვე საზღვარია, იცი? ეს საზღვარი არ შეიძლება მაგიდაზე მოსაქმება. აი ეს როცა არ ისმის, ხო დაბნეულია ბავშვი. და ის კიდევ შეეცდება, რომ საზღვარი იპოვოს. ეს ძალიან გავს კოსმოსში გამოკიდებას. ნახე, ადამიანი იმისათვის რომ ფეხი აიდგას და იაროს, საჭიროებს გრავიტაციას. თუ ეხა კოსმოსში გამოეკიდები, ხო ლივლივე ფესე. და საშინელი მდგომარეობა არის ეგ ადამიანის. ადამიანი არ არის შექმნილი ლივლივისთვის, ხო? შეიძლება ეს გამოცდილება მიიღო რაღაცა პერიოდი და განიცადო, მაგრამ თუ სულ ილივლივებ, მე კუნთები აღარ გაქვს. მე სხეულს ვეღარ ამოძრავებ, მე კუჭნაწლავი აღარ მუშაობს, მე ბავშვის გაჩენა აღარ შეგიძლია, ან სექსი აღარ შეგიძლია და ასე შემდეგ. ნახეთ, გრავიტაციას რამხელა გავლენა აქვს და გრავიტაცია რა არის? გრავიტაცია არის საზღვარი. ფეხს წამოკრავ დაეცემი კი და ძალიან ნაწყენი ხარ, რომ რატო ვეცემი და რამ კაცრია სამყარო. მეორე მხრივ, რომ დადიხარ, ამდენი ხანი რო იარე, ერთხელ კი წაიქეცი, მაგრამ ამდენი ხანი რო იარე, ეგეც მაგ სამყარომ გააკეთა. ხო, აი ესეთი ვარიანტი არის და მშობელი არის ხოლმე ეს გრავიტაცია, რომელმაც შესაძლოა მისცეს კარგი საზღვარი. შესაძლოა, ამის პოტენციალი არსებობს. ან შესაძლოა დაამძიმოს ზედმეტი პასუხისგებლობებით და მე აქ უკუ რეაქცია არის, ან რომ გაიქცევა ეს ადამიანი და სადაც ბოდიშია მოსახდელი, იქაც ვეღარ იხდის, თუ არ გააცნობიერა ეს და არ დაიწყო თავის თავზე მუშაობა, ან შესაძლოა სულ ბოდიშებს იხდის. იქ სადაც არ არის ბოდიში მოსახდელი, ბოდიში, ასე მოძრაობს რა ბოდიშით. სხვათა შორის ის მახსენდება ერთი ფილმია Wanted ქვია და ანჯელინა ჯოლი და ჯეიმს მაკევოი თამაშობენ რა, რაღაც ასაკში ძალიან მიყვარდა ეგ ფილმი და იქ არის რომ ეს მაკევოის გმირი სულ ბოდიშს იხდის 24 შვიდზე. გამარჯობა ბოდიში, ნახვამდის ბოდიში, ესე არის. ეხლა ნახეთ ვინც მისმენთ და მომისმენთ მომავალშიც შეიძლება სიტყვით არ ამბობდე ბოდიშს, მაგრამ გძნობდე ბოდიშს. აი ეგეც არსებობს რა, აუცილებლად ყველა სიტყვიერად არ ამბობს, მაგრამ აი ხო არის ადამიანი რომ რაღაცნაირად დავალებულად გრძნობს თავს და აი უკაცრავად აი ბოდიში რომ ვარსებობ, აი ესე არის განწყობილი. ხო და მეორე ვარიანტი კიდევ არის რომ მე მაგიდაზე ავალ მოვისაქმებ და მე ბოდიშს არ მოვიხდი, გავიქცევი, იმიტომ რომ ბოდიში კატასტროფად მესახება. ბოდიში თუ ვთქვი, ესე იგი ცუდი ადამიანი ვარ და ასე შემდეგ. ანუ მან მეორე პოლუსი არის. ნახე, ეს განხეთქილება გააჩინა იმან, რომ ბავშვობის ასაკში არაჯანსაღად და არა ჯანმრთელად იყო გადანაწილებული საზღვრები, თორე რაღაცა საზღვრები არსებობდა. საზღვრები რო არ არსებულიყო, ადამიანები დაიღუპებოდნენ. მაინც რაღაცა იყო. ჯანსაღი, არაჯანსაღი, ასეთი თუ ისეთი რაღაც საზღვარმა იარსება, ხო? და ეხლა ნახეთ რა შეიძლება რომ მოხდეს. ეხლა ბუნებრივი ესეთი სიტყვა. ხშირად არის ხოლმე ნახსენები კონტექსტში იმისა, თუ რას მიეჩვია ადამიანი. ამიტომაც მე კი ძალიან მიყვარს ყველაფერი, რაც ბუნებრივია.
თვითონ ბუნება მიყვარს. ადამიანის ბუნება ძალიან მაინტერესებს, ესე ავარჩიე ჩემი საქმე, ხო? ჩემი საკუთარი ბუნება მაინტერესებს და ასე შემდეგ. მაგრამ შესაძლოა გაუცნობიერებლად და აქ კაი დაკვირვებაა საჭირო, რომ ბუნებრივს ვარქმევდე იმას, რასაც უბრალოდ მიჩვეული ვარ და ხელოვნურს თავდაცვის მიზნით ვარქმევდე იმას, რაც მესახება საშიშად. და როგორც წესი, ის რაც საშიშად, სასირცხვილოდ, როგორ გითხრა, რაღაც შემაშფოთებლად, არაკომფორტულად მეჩვენება, როგორც წესი, სიახლე იქ არის დამალული. და საერთოდ სიახლე და კიდე სიახლე ხშირად იმალება შეცდომების იქით. შეცდომას რო დაუშვებენ ადამიანები, იქ სიახლე, სიცოცხლე იბადება. თუ გიფიქრიათ, რომ ეს სამყარო, გინდა მეცნიერულად შევხედოთ, რაღაცა შეცდომით დაიბადა. ან გინდა მე რელიგიურად შეხედეთ, რომ შეცდომა დაუშვეს ადამიანმა და ევამ და მას მერე არსებობს. ან ისე შეხედეთ, რომ ბავშვი რო წაიქცევა, მაგდროს შეცდომას უშვებს, მაგრამ ამ წაქცევებით სწავლობს ყველაზე მთავარს, რომ წაქცევა სიარულის ნაწილია. თუ აცადეს, რა თქმა უნდა, ამისი სწავლა შესაძლოა, არ აცადონ და უთხრან, რომ კატასტროფაა შეცდომა. კიდე ძალიან თუ დაკვირვები ხართ, ესეც ისევ არაცნობიერიდან დაკვირვებებს გესაუბრებით, ადამიანები თავიანთ სქესობრივ კავშირს ხშირად რო შეცდომას უწოდებენ ხოლმე. ანუ იმ ყველაზე დიდ სიახლოვეს, რისგანაც ახალი ადამიანი შეიძლება დაიბადოს, შეცდომა ქვია ხოლმე. აი შეცდომა დაუშვით. ნახე, შეცდომა ხშირად, ანუ სიტყვებს საერთოდ აქვს საინტერესო მნიშვნელობები რა, რომ დააკვირდეთ. შეცდომა ძალიან ხშირად ერქმევა იმას, რაც სიახლეა, რაც სარისკო, ანუ რაც კონტაქტში გამყოფებს. და დაცული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შეცდომებისგან, ტკივილისგან, რისკისგან კარგად არის დაცული აქ ადამიანი და შესაბამისად, კი, ტკივილი შეიძლება არ დადგეს, გარედან შეიძლება რისკი არ იყოს გარედან და ძალიან, ასე ვთქვათ, ბუნებრივი იყოს ამ დაცვაში ყოფნა, იმიტომ რომ 20 წელია დაცული ვარ, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცა უკვე აქ ხდება სხვანაირად. შინაგანად იწყება ადამიანის დათრგუნვა. აი თუ კი ადრე ბავშვობაში ადამიანი ცოცხალი იყო და გარედან თრგუნავდნენ მას და ზედმეტი მოსდიოდათ ან ასე ან ისე სხვადასხვა მეთოდით. ახლა შესაძლოა ადამიანი თვითონ არის საკუთარი თავის დამთრგუნველი შინაგანად. და ამიტომაც კი შეიძლება გარედან ვეღარავინ ტკენს ვერაფერს, ვეღარ პასუხობს, ვეღარ ის ბოდიშებს არ იხდის და შესაბამისად ძალიან დაცულია და არასარისკო მდგომარეობაშია, მაგრამ შინაგანად არის ძალიან დათგუნულ და დაჩაგრულ და დეპრესიულ და ბევრ სხვა მდგომარეობაში. რის გამო ხდება ახლა ეს? რო წარმოიდგინოთ, ერთი კარგი მაგალითი ბუნებრივი რა არის ამისა, არის ბავშვი რო დარბის. გამოიქცა სიხარული შეიგრძნო, ნახე, უხარია რო დარბის რა მაგარი გრძნობაა. ეხლა ჩვენ ვეღარ ხვდებით მაგას და სიარული რო არ შეგეძლო და უცებ 2-3 თვეში რო სირბილი შეგიძლია, წარმოიდგინეთ რამხელა კმაყოფილების და დამოუკიდებლობის და არ ვიცი რა, აი ძალიან მაგარი გრძნობაა და დარბის ეხლა და ნუ წამოკრა ფეხი წაიქცა ეთკინა, ხო? თუ დააცდის მშობელი და უხეშად არ ჩაერევა, წამოდგება და გააგრძელებს სირბილს, შემოიტიროს. ცოტა ხანი ტირის, ვაიმე, თან მაგრა ტირის, თუ დააკვირდებით. ბავშვები ძალიან პატარა რაღაცაზე, აი ბოლომდე ტირიან რა, მათ შეუძლიათ, რომ ამოუშვან ეს უდიდესი ტირილის ხმა. და მეორე წუთში მოიხედავ და აქ იციან ხოლმე უფროსებმა ძალიან არასწორი შეფასება, რომ ნახე როგორი დრამა ქვინი იყო, რა ნიანგის ცრემლებით იტირა. და თურმე ნახე, აი გაირბინა, ეხლა ისევ დარბის თამაშობს ერთობა და ესე იგი არაფერი ისეთი არ ყოფილა და გააზვია და ბავშვმა. ესე ხედავენ. არაფერი არ გააზვია და მეგობრებო, მართლა ისე ტკიოდა, როგორც ეტკინა. მართლა ისე ტიროდა, როგორც ტიროდა. და ეგ არის მთელი გასაღები, რომ როცა გტკივა და ტირი ხარ ის გაგივლის. და როცა არ გტკივა, აი მტკივა, მაგრამ ვითომ არ მტკივა, არ ვტირი ვარ, იმიტომ რომ მაგარი ბიჭი ან გოგო ვარ, რაღაცა ის არის, რა ქვია, მე რაღაცა განსხვავებული ვარ და ჩემი გულის ტკენა შეუძლებელია და ძნელია, ან როგორ გითხრა, ვიცინი ვარ ამაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის რაც წარმოიქმნა, განიდევნა და ამიტომაც არ განიმუხტება. და ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ და მერე სიხარული აღარ შემიძლია. იმ ბავშვს რატო შეუძლია სიხარული სირბილის დროს? იმიტომ რომ წაქცევის დროს ტირილი შეუძლია. და ეს ნაკადია ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ნაკადი და ესე მიედინება. ზოგჯერ ძალიან დიდი ტკივილებიც არის ცხოვრებაში და კი ბატონო, დიდი ტირილიც მოყვება ამას. ჯანსაღ შემთხვევაში და ტირილი არ არის ფსიქიკური პრობლემა. ბევრი ემოცია არ არის ფსიქიკური პრობლემა.
ესეც ხშირად გონიათ ხოლმე ტირილი და ემოციური განცდა, ანუ რო განიცდის ადამიანი ბუნებრივია. არა და ითვლება ხოლმე რომ რაღაცა მოიცადე ზედმეტი ემოცია აქვს ამას, ეს ზედმეტია, ეს ბუნებრივი არ არის, ხო? ბევრი ესეთი შეხედულება არის გავრცელებული სამწუხაროდ. ეხლა რო შევაჯამო ხელოვნურის და ბუნებრივის, ასე ვთქვათ, მახე, რაში მდგომარეობს, არის ის, რომ თუ კი ჩვევა არის ბუნებრივი და სიახლე არის ხელოვნურად შერაცხული, რა თქმა უნდა, ადამიანის სიახლეს გაექცევა, დაემალება. და ასევე ამ დროს იდენტიფიკაცია არის გაკეთებული, რომ ჩემთვის ბუნებრივია პირობითად ზრდილობა. აი ახლა ღია საუბრები რო გვექნება იანვარში პარასკევს გვექნება უზრდელობის საღამო და ყველას გელოდებით დასწრება თავისუფალია, სულ არის, აი მაქსიმუმ 20 ადგილი არის ხოლმე, 20 ადამიანი ეტევა და ნუ კარგ შემთხვევაში თუ ყველა კომფორტულად უნდა იყოს, ეტევა 12. ხო და ნუ 20-ზე მეტი ფიზიკურად არ ეტევა და ამიტომაც 8 საათზე თუ მოხვალთ, კარგია. მერე ფეხზე დგანან ხოლმე იატაკზე სხედან ხოლმე და არ ღირს რა, უფრო აი 8-ზე მოსვლა კარგია. თუ არ ვწდები 23 რიცხვი უწევს პარასკევს, ნუ 20-ის მერეა. ხო და აი მანდ გვექნება უზრდელობის საღამო და დავაკვირდეთ ერთად ვისთვის არის უზრდელობა ბუნებრივი, ან ვისთვის არის ხელოვნური. და რაღაც დასკვნებს გამოვიტანთ მაქედან. ასევე შეგიძლიათ დღეს საღამოს შემომიერთდეთ სიცივის ლაშქრობაში მივდივარ კუსტვაზე. გზა თვითონ ძალიან ადვილი იქნება, მაგრამ სიცივე იქნება, თოვლი იქნება და იქ რაღაც შემეცნებით ექსპერიმენტებს ჩავატარებთ, რომელიც შთაგონებულია გეშტალტით. და ნუ როგორ გითხრათ, ეს ყველაფერი არ არის რაღაც მე დღეს ხუმრობით სტატუსი დავწერე, რომ ეს სიკვდილ სიცოცხლის საკითხია მეთქი და ბედნიერება თუ გინდა, წარმატება თუ გინდა, კიდე შემეძლო სხვა ანკესების გადმოგდება, მაგალითად, თუ გინდა რომ ქალი დაკერო, ეს კაი ანკესია. ან თუ გინდა რომ კაცები შენზე გაგიჟდნენ ყველა, ან თუ გინდა რომ არასოდეს კაცი შენგან არ წავიდეს და 24 შვიდი შენზე იყოს დაჯაჭული. აი ესეთ რაღაცებს წერენ ხოლმე მარკეტინგში და მე ბევრი ხალხი უყურებს, ბევრი ხალხი ალაიქებს და ესეთი შესავალი გავაკეთე და მე დავწერე რომ ამ ყველაფერს არ გპირდებით. მე გპირდებით ერთ საინტერესო გასეირნებას, რომელიც მოიტანს ინსაიტებს და ასევე ნეირომეცნიერებას რო დავეყრდ, სიცივეში ყოფნა ნორადრენალინს მატებს ადამიანს, რაც დაახლოებით 200-300%-ით შეიძლება რომ აიწიოს სიცივეში და ნორადრენალინი კიდევ არის დეპრესიული განწყობის საწინააღმდეგო მდგომარეობა. ანუ ფაქტიურად ანტიდეპრესანტი არის ეს ლაშქრობა დღეს სადაც მივდივართ. ჩაეწერეთ, ფასი არის თავისუფალი, იმიტომ რომ გუშინ გამოვაცხადე და ესე სწრაფად ტარიფს არ დავადებდი, რა თქმა უნდა, წამოდით. აბა, ლამაზი დღე და ბედნიერი შობა ახალი წელი.